ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. მიხეილ სარჯულაძე მერვე გერმანულ აღმოსავლეთ ევროპული ჯანმრთელობის ფორუმში მონაწილეობს. მიხეილ სარჯულაძემ მონაწილეობა ასევე მიიღო მაღალი დონის მინისტერიალურ პანელშიც. მინისტრმა საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებზე ისაუბრა. ფორუმის მიზანი გერმანიასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან, ექსპერტებთან და მკვლევარებთან გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა და სადაც განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რომელიც უკავშირდება ჯანდაცვის სისტემის მართვას, საერთაშორისო თანამშრომლობას, ქვეყნის შიგნით საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობას და ამგვარ მოწყობებს. ეს, რა თქმა უნდა, არის აქტუალური, მეტად მნიშვნელოვანი თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ჯანდაცვის სისტემებისთვის ეს ხდება ერთ-ერთი ყველაზე მეტად პრიორიტეტული საკითხი, რომელიც მოწყობაზე, სწორ გამართვაზე, სწორ რეგულირებაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული, მათ შორის მთლიანად ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა. ჩვენ ვართ მერვე გერმანულ აღმოსავლეთ ევროპული ჯანდაცვის ფორუმის თანაორგანიზატორები, რომელიც შესანიშნავ პლატფორმას უზრუნველყოფს თანამშრომლობისთვის, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორობის ჩამოყალიბებისთვის. დიდი პატივია, რომ ღონისძიებაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იღებს მონაწილეობას და შეგვიძლია გამოცდილების გაზიარება, რადგან გვაქვს მსგავსი გამოწვევები, მოსახლეობის დაბერება, არაგადამდები დაავადებები, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა. ნამდვილად დიდი პატივია მისი მონაწილეობა ამ ფორუმში.